მოგესალმებით ჩემო ლამაზო მეგობრებო. ახლა ტელეფონს კარგად დავდებ აქა. აბა როგორ ხართ, როგორ გიკითხოთ? დილიდან მომინდა ვიდეოს გადაღება, თქვენთან ყავის დალევა. მეთქი ამ ვიდეოს დავდებ. ეხლა საახალწლო მზადებაში. რო სანამდე რაღაცებს გააკეთებ, თან ჩემ ვიდეოებს შართავთ და გაერთობით და დრო უფრო მალე გადის. მე მაგალითად YouTube-ის გარეშე ვერაფერს ვეღარ ვაკეთებ. უნარამე ჩართო. დავდო ტელეფონი, არ ვუყურებ. და უბრალოდ ვუსმენ რა ხდება ახალი, გოგოები ყვებიან, ლაპარაკობენ და ძალიან მიყვარს ისეთი ვიდეოები. რა თქმა უნდა, ასისტენტიც მყავს გვერდით. ხოდა ესე ახლა არის დილის 9 საათი. დავიდი წავიდა ჩვენი ქალაქიდან 9 საათში არის ფერმა, სადაც ყიდიან კარგ ხორცს. ახალი ხორცი, ხო და იქ წავიდა რომ რამოდენიმე კილო იყიდოს. აი ესე, სახალწლო მზადება არაფერი არ დამიწყია და მეშინია, იმიტომ რომ ძალიან რაღაცნაირად პასიურობ. დღეს 29 და 31-ში ახალი წელია. მართალია ახალ წელს ჩვენთან არ ვატარებთ, მივდივართ ჩემ დედამთილთან. მაგრამ რაღაცების გამზდება მეც მინდა რომ სახში იყოს, რა თქმა უნდა. რაღაცები არა, ყველაფრის გამზდება მინდა. ესე იგი, ბადრიჯანი ნიგოში, ალივიე სალათა, სხვა რამე სალათაც გაჩეჩილი ალბათ, თუ გაჩეჩილა როგორ ეძახიან. კიდე რას გავაკეთებდი? აუცილებლად მინდა პატარა ვაზის ფოთლების სტოლმა გავაკეთო. ბლინჩიკები ხო რა თქმა უნდა გავაკეთო, თან მე გლუტენს რო არ ავჭამ, გლუტენის გარეშე უნდა გავაკეთო. ნამცხრეულობა მინდა რა თქმა უნდა გავაკეთო. ამ წელს მინდა შუებიც გავაკეთო, ამ წელს მინდა რამე ან მედოქი გავაკეთო, ან რას ეძახიან, ასეთი ნამცხრები, ჩვენ ძველებური რა. საბჭოთა კავშირში რომ იყო ხოლმე ყოველ ახალ წლის სუფრაზე ძალიან მიყვარს ეგ დრო და აი ძალიან რაღაცა ნოსტალგია მაქვს ხოლმე, როცა მახსენდება ეგ ახალი წელი. რუსული კანფეტები, მანდარინი და ასე შემდეგ. ხო, მაგის გაკეთება მინდა, კიდე რა მინდა. აი ჩვენებურობა რა. აი ეს. 25 გავატარეთ ჩემი მშობლების სახლში. უგემრიელეს ხინკალი მივირთვით. მე 26-ში გავხდი საშინლად ცუდად. არ ვიცი, ვირუსი იყო თუ დაღლილობა იყო, იმიტომ რომ ახლა შვებულებაში ვარ, არ მუშაობ. რა შემხვდა 3 დღე ვიყავი ძალიან ცუდად და დღეს უკეთ ვარ. ახალი წელი მოდის, დრო გადის, მე კიდევ ზივარ ისე. იმიტომ რომ ვიცი რომ ჩვენთან რო არ ვაკეთებთ, მაინც ჭყალებში დრო მაქვს რა. მაგრამ ისე რომ ვთქვათ, მთავარია პროდუქტები იყოს თორე. ამ ყველაფერს გაკეთება ერთ ქალბატონს დღეში ერთხელაც შეუძლია. ყველაფერი გააკეთოს. ოღონდ არავინ ხელი არ შეუშალოს, ოღონდ არავინ არ ჩამოკაჯოს კაბაზე ბავშვმა. ამიტომ ასე. დავიდით სახში, ამიტომ ხანდახან ბავშვებს მიხედავს ხოლმე, სანამდე მე გავაკეთებ რაღაცებს. ეხლა რაც ჩამოგითვალეთ. შეიძლება ყველაფერი არ გავაკეთო, მაგრამ მინდა. მინდა რომ ეს ყველაფერი გავაკეთო. არ მაქვს ნაყიდი პროდუქტები. ნამცხრების ყველაფერი მაქვს. ნიგოზი ნაყიდი მაქვს, ნიორი ნაყიდი მაქვს. ქინძი უნდა ვიყიდო. ქინძი ნაყიდი მაქვს. ქინძი და კამა ნაყიდი მაქვს, უნდა დავჭრო და საყინულში ჩავდო. თორე გამიფუჭდება და მიჭკნება. პარასკევს ვიყიდე. ეს ცუდად რო გავხდი, სულ დამავიწყდა.
ის აბა თქვენ რა გეგმები გაქვთ? რა შვებით მომწერეთ? ან არა, მომისმინეთ, არა უშავს. თქვენ ალბათ უკვე ემზადებით. ხანდახან ვფიქრობ, რომ მეთქი ბლინჩიკები აქამდე გამეკეთებინა და ჩამედო საყინულში. ეხლა რომ ვფიქრდები, დრო არ მქონდა. ეს სექტემბრიდან რომ ვმუშაობთ, არ გავჩერდით ორივენი. რობოტები ვით, სახლის სამსახური. მე როგორც გითხარით, ნოემბერში ვიყავით პარიზში დავითის დაბადების დღისთვის და მის მერეც მუშაობ. და როგორც იქნა გავჩერდი ახლა. ბანანა ბრედს მივით მე, იმ დღეს გავაკეთე. ბევრი ბანანი მქონდა და ენის გარეშე ფქვილი მაქვს. ჩემმა მულმა ჩამომიტანა გერმანიიდან. გერმანიაში ორმაგად ნაკლები ღირს, ვიდრე საფრანგეთში გლუტენის გარეშე ფქვილი. ამიტომ ვთხოვე და ჩამწელობა დედი. Tu as froid? Tu as froid? Non, ça c'est cacahuète. აჰა, აი ჩემი ქინძიც და კამაც, ამიტომ უკვე ნელ-ნელა ჭკნება და სანამ დაჭკნა, ახლავე ჩავდებ საყინულში, ლამაზად გავრეცხავ, დავჭრი. კიდევ კარგი გადავიღე ვიდეო და გამახსენდა. მე გაჩვენებთ საჩუქრებს, რა მაჩუქა დავიდმა, რაღაცებს გაჩვენებთ. რა მაჩუქა ჩემმა მულმა ჩამომიტანა. აი ეს. კამას ახლა დავჭრი და გაჩვენებთ საჩუქრებს. Non. Denis, va continuer les cartes, c'est bien, c'est mieux que de regarder la carte. გადამწყვეტე რომ აბაზანაში გადაგიღოთ საჩუქრების ჩვენება, რადგან აქ კარგი შუქია. დავიწყოთ ჩემი მშობლებით. დედაჩემმა ესეთი ძალიან ლამაზი ჩანთა ამირჩია. აი ნახეთ. აი ასეთი ჩამოსაკიდი, ჩანთა. ნახეთ როგორი ლამაზია. ჯიბები. ნახეთ. და აი ეს არის ძალიან ლამაზი ჩამოსაკიდი. ძალიან საყვარელი ჩანთა, ნახეთ რა ლამაზია. ძალიან გიждები ყავისფერ ჩანთებზე. მიყიდა ესეთი ძალიან კარგი სუნამო, ოღონდ ეს არ არის უბრალო სუნამო, ეს არის სუნამო, სადაც არის ჭყიალები, არ ვიცი თუ კარგად გამოჩნდება. შიგნით აქვს ჭყიალები და არის საახალწლოდ იქნება ძალიან ლამაზი. დაიცადეთ დავისხა. არ ვიცი თუ გამოჩნდება ბზინბარება. ლამაზი ბრასლეტი. და იმ დღეს მეკეთა და უკვე კომპლიმენტები მითხრეს, რომ ვაიმე რა ლამაზია, ნანა, ვაი. ნახეთ, ხელზე როგორი კარგია. ეს ჩემავშობლებმა მიყიდეს. დავიდმა სეფორაში რაც გინდა ირჩიაო, ამიტომ ავირჩიე. აი ეს სუნამო, ეს არის ჯიმი ჩუს სუნამო. თუ სეფორა გაქვთ თქვენთან და მოხდებით, ძალიან კარგი სუნი აქვს. აი უბრალოდ თუნდა რაღაც გავს სხვა სუნამოს და არ გავს სხვა სუნამოს და რაღაცნაირი აი ვერც გეტყვით რა სუნი აქვს და როგორ, იმიტომ რომ აი ტკბილიც არის, მაგრამ მაგ დროს აქვს ესეთი ცოტი მძაფრი სუნი. ძალიან კაი სუნია, ძალიან კარგი სუნამოა. ეგა და ფუნჯი. სეფორას ფუნჯები. ახლა გაჩვენთ რა მაჩუქა ჩემმა მულმა.
აი ესეთ ძალიან ლამაზ ჩანთაში. T'arrives pas à l'ouvrir? Oui. T'as réussi? Oui. C'est bon? Tu mets pas beaucoup, hein? Voilà. ნახეთ რა ძალიან მაგარი წყლის ბოთლი მექნება მე ახლა სპორტზე რომ წავალ. უბრალოდ უყურეთ რა ძალიან მაგარი წყლის ბოთლია. როგორ მომწონს იცი? ნახეთ რა მაგარი წყლის ბოთლია. წყლის ბოთლი. სახის კრემი. თვალის ტუში. აი ეს სუნამო. იცით რომელი სურნელი აქვს, არ ვიცი თუ ნანახი გაქვს. კოდალის პარფუმი როა. ესე იგი ზემოდან ახატია, ანუ ფლაკონზე ახატია ყურძენი. ეს რაღაცნაირი იასამნისფერი შეფუთვა აქვს კოდალის სუნამო. მაგის ექსუნი. ძალიან მიყვარს ექსუნი, წინა წელს დავით მომაჩუქა ეგ ექსუნამო, რა თქმა უნდა დავცალე ძალიან მალევე და აი მაგის სუნი აქვს. და დარწმუნებული ვარ, რომ შიგნით ექნება ყურძნის ნოტები. ძალიან კარგი სუნი აქვს, აი ძალიან. და როგორც მივხვდი, ეს ბრენდი და ეს ლამაზი ჩასადები იგივეა, ხედავთ. სუნამო ძალიან მომწონს. ტკბილია. მაგრამ მიყვარს. რომლებიც ძალიან ტკბილებია არ შემიძლია, მაგრამ ოდნავ ტკბილი კარგია. მაქვს ესეთი ძალიან საყვარელი შეფუთვაში. ესეც იგივე ფირმა არის, რაც სუნამო და ეს ჩვენი ჩანთა. ეს არის ვარდისწყალი, ომისელეხ, მიცერალური წყალი. სახის გამწმენდი არ მქონდა. დიდი ხანია ჩემი მორჩი. საგაჩვენებთ. რომ მართალს ხედავთ, აღარ მაქვს. და გიჟდები ამ ბრენდზე, ეს არის სტარტის ბლაში და აილაინერი. თუ იცით და იცნობთ სტარტის ბრენდს, იცით როგორი ძალიან მაგარი ხარისხიანი მაკიაჟი აქვს სტარტს და აი ესეთი აი ულამაზესი ბლაში, ბრონზერი და აილაინერი. ნახეთ რა ლამაზია. აი ესეთი ძალიან გამანებირეს. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ჩემმა დედამთილმა მიყიდა რა ქვია იმას ჟილეტი, ერთხელ გაჩვენებთ. იმიტომ რომ უკვე 10 ჯერ მეცვა. მაჩუქა სამზარეულოს რაღაცეები. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ. ძალიან გამანებივრეთ. ამ დროს ჩვენი ლუიზ აკეთებს ეს რა არის? დენისმა რო დაგინახოს, რომ დაუცალე მთელი. ხო, ვაიმე რას უკავს ხრები? ნუ არა უშევს, კრეატიულობა და დახატოს მაინც ეს რას ეძახიან, კრასკა? ბავშვებისთვის არის, ანუ ტანსაცმლიდან მალე ირეცხება. Tu étales? Vas-y. Non, tu laisses comme ça les points? მე დიდე კუნდა ხატე ფუნჯით. აი ესე. ბატო. უნდა რომ დავუხატო. რა ქვია იმას ნავი. აი ესე. რაც დაიწყო ხატვა და ისწავლა ხატვა, სულ მახატინებს ნავს. Attends, je dessine bateau. Attends, je dessine bateau après. Voilà. ვაიმე როგორი ნავია. ხა. არა, პრესტედი. მედია მოგეწონათ ეს ჩემი პატარა ვიდეო.
მოულოდნელიაც მე არ მოველოდი თუ გადავიღებდი ამ ვიდეოს, მოვასწრებდი. მაგრამ მე მგონი საინტერესოა, როცა ესე მზადებაში ხარ, ჩართავ რამე ვიდეოს და გადის დრო და ან თუ იდეებს მოგცემთ, თუ რამეს გაგახსენებთ, მოხარული ვიქნები ძალიან. ამიტომ ასე იმედია მექნება ისევ დრო, რომ გადაგიღოთ სხვა ვიდეოც, სახალხო მზადებების წესით უნდა მქონდეს, მაგრამ ვნახოთ როგორი ჩატარდება ეს ყველაფერი. ისე გავაკეთებ რომ მქონდეს დრო. ასე მეგობრებო, ამიტომ დღეს აქ დაგტოვებთ. კარგ დღეს გისურვებთ, მოტივაციას. როდის დავდო ეს ვიდეო? ეხლა დავდო?